თავის დროზე ხალხი განსაკუთრებით გაღიზიანებული იყო კლარკის იმ ხედვით, რომ კოსმოსი ღმერთია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მუდამ ღმერთში მოძრაობთ. ღმერთი უბრალოდ ყველაფერს კი არ ხედავს. თამად არის ყველგან. მათ ასევე აწუხებდათ დიდი საგნები. იმის გამო რომ ვეშაპი ნეცრცერს იკავებს, ვიდრე წმინდანი ადამიანი. არის თუ არა ის უფრო წმინდანი. თები რომ დიდია, არის თუ არა ისინი ღმერთის მსგავსი. მე-20 საუკუნის ფილოსოფოსი ბერტრან რასელი ერთ დროს ამტკიცებდა, რომ არ უნდა ვეთაყვანოთ ზომებს. სერ ისაკ ნიუტონი გაცილებით პატარა იყო ვიდრე ჰიპოპოტამი, მაგრამ მის ფასს ნამდვილად არ აღვიქვამთ უფრო მცირედ ვიდრე დიდი მხეცისას, წერდა რასელი. მას ნამდვილად არ დაეთანხმებოდა მე-18 საუკუნის ზოგიერთი მოაზროვნე. ისინი ნიუტონზე მეტად უდავოდ ბეჰემოთს გააღმერთებდნენ. დღეისათვის ღმერთის კონცეფტი ამ დებატებიდან გამქრალია. თუმცა ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსი, მაგალითად ტიმ მოდრინი და გრაჰამ ნერლიხი, მაინც ფიქრობენ, რომ ფიზიკის ამჟამინდელი თეორიები მხარს უჭერს კლარკის ხედვას, რელიგიური ნაწილის გამოკლებით. დროს სივრცე ერთი დიდი კონტეინერია და ჩვენ ყველა მასში გადავადგილდებით. სხვა ფილოსოფოსებს, მაგალითად კენეთ მარნდერს და ჟულიან ბარბუს მიაჩნიათ, რომ ფიზიკის საუკეთესო მიღწევები შესაბამისობაში მოდის ორივე ხედვასთან და არის სხვა მიზეზებიც, რათა დავიჯეროთ, რომ ლაიბნიცის თეორია მართალი იყო. თუკი ფიზიკა მართლაც შეთავსებადია აბსოლუტიზმთან ან რელაციონიზმთან, უნდა ვარჩიოთ თუ არა რელაციონიზმი, როგორც უფრო მარტივი თეორია. ამ ყველაფრის შემდეგ თუკი მისი არ ვჯერა, რატომ გვაქვს პოსტულატად მიჩნეული გიგანტური ერთიანობა, რომელიც კონტეინერის როლს ასრულებს? რაც შეეხება თავად კოსმოსის ეპოქას, ეს არის თანამედროვე პერიოდი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიღწევებს კოსმოსის ათვისებასთან, კოსმოსურ რბოლასთან, კოსმოსურ ტექნოლოგიასთან და ამ მოვლენების გავლენით წარმოქმნის სხვა კულტურულ განვითარებასთან დაკავშირებით. მოკლედ რომ ვთქვათ და ამაზე ვრცლად არაერთ ეპიზოდში გვისაუბრია, ეს ასე აღიწერება. კოსმოსური ეპოქა 1957 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც საბჭოთა სოციალისტურმა კავშირმა გაუშვა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკი. ადამიანის პირველი კოსმოსური გაფრენა 1961 წლის 12 აპრილს განხორციელდა საბჭოთა კავშირის მიერ და ეს იყო რუსი კოსმონავტი იური გაგარინი. ხოლო მთვარეზე ადამიანთა პირველი გადასვლა 1969 წლის 21 ივლისით თარიღდება. ეს ბედნიერება წილად ხვდათ ამერიკელ ასტრონავტებს ნილ ამსტრონგსა და ბაზ ოლდრინს. დღეს კოსმოსური აპარატების ფრენის უზრუნველსაყოფად შექმნილია კოსმოდრომები, მართვის და კავშირგაბმულობის სამსახურები და სხვა. დღეისათვის კოსმოსში გაშვებულია 3000-ზე მეტი აპარატი, რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. ავტომატური აპარატებით ხდება მარსის, ვენერას, მერკურის, იუპიტერის, სატურნის გამოკვლევები, აგრეთვე დედამიწის ბუნებრივი რესურსების შესწავლა.